თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაა. სხდომის დაწყებამდე ბედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილმა და ბიძინა ივანიშვილის წინა პროცესზე დაკითხვის შესახებაც ისაუბრა. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება სხდომაზე. გისმენ მარიამ. სხდომა უკვე დასრულებულია. ქეთი დღევანდელ სასამართლო პროცესზე იყო წერილობითი მტკიცებულებების განხილვა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვიდა სამხაროულის ექსპერტიზის დასკვნა კონკრეტულ აუდიო ჩანაწერზე 10 წუთიანზე, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარია, რომელიც შეეხება ქართულ ბანკში ცეცხლთან დაკავშირებულ დეტალებს. კონკრეტულად გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს, რომ ამ საუბარში იკვეთება თუ როგორ სთხოვს ის ბიძინა ივანიშვილის დახმარებას ცეცხლთან დაკავშირებით. თავად ივანიშვილი, როგორც ბაჩიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, არ უარყოფს ამ საუბრის შინაარსს და ასევე ამბობს იმას, რომ ეს საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ ასევე ბრალდების მხარე და ივანიშვილის ადვოკატი. საუბარი კონკრეტულად მოიცავდა, როგორც გითხარით, 10 წუთს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ექსპერტიზა კონკრეტულ საუბარზე ამბობდა იმას, რომ იყო მონტაჟი და მისი ავთენტიკურობა არ იყო ცნობილი. როგორც ბაჩიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ეს აუდიო ჩანაწერი უკვე გაგზავნილია გერმანიაში, რომელსაც სპეციალისტები შეისწავლიან და საბოლოო პასუხი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიო ჩანაწერს და მე მგონი არანაირი ექსპერტი არ იქნება იმისთვის საჭირო, რომ დადგინდეს ვინ არიან აქ მოსაუბრეები. დანარჩენი მთელი დღევანდელი სხდომა იყო ტექნიკური ხასიათის. წერილობითი მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლა იყო ძირითადად, არ ყოფილა ამათი გამოკვლევა, რაც შეეხება ამ ჩანაწერის რეალური კვალიფიციური ბიუროს მიერ შეფასებას. ჩვენ გვაქვს გადაგზავნილი ეს ჩანაწერი გერმანიაში, იყო ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი, რომლებიც იკვლევენ ამ ჩანაწერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება პასუხი უკვე რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა ივანიშვილის კანტორისგან. როგორც ცნობილი გახდა, ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმის გამოკითხვა უნდა მოხდეს კიდევ ბაჩიაშვილის საქმეზე. ერთ-ერთი მოწმე იქნება ნათია თურნავა, რომელსაც ბუნებრივია ნდობას არ უცხადებს თავად ბაჩიაშვილი და ამბობს იმას, რომ ნათია თურნავა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ივანიშვილის სასიკეთოდ გადაწყდეს პროცესები. ბრალდების მხარე ასევე საუბრობს იმ აუდიო ჩანაწერზე, რომლის დასკვნაც დღეს მოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ამბობს იმას, რომ კონკრეტული აუდიო ჩანაწერი არ არის ავთენტიკური. ჩვენ ვკითხეთ, ბუნებრივია ჟურნალისტებს ჰქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად ჭირდება ივანიშვილის ხმას დაზუსტება და მოსმენილი ჰქონდათ თუ არა ეს აუდიო ჩანაწერები. ისინი ამბობენ იმას, რომ აუდიო ჩანაწერები მოსმენილი აქვს, თუმცა ამის ავთენტიკურობას მაინც არ ცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბაჩიაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ძალიან კარგად იკვეთება მისიც და ბიძინა ივანიშვილის ხმაც კონკრეტულ აუდიო ჩანაწერში. ეს ასე ვთქვათ, ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ძალიან ბევრი მონტაჟის კვალი დგინდება. განმეორდები, რომ ეს დასტურდება და მსგავსი ზოგადად მსგავსი შეფასებები ეფუძნება არა კონკრეტულად ექსპერტის შეხედულებას, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფას. გააჟღერდა ამას წინათ თითქოს ეროვნული ბანკი ჩაერთო ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თითქოს საქმეს უჭირს იურიდიულად. ეს არის სიცრუე. მინდა თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდეს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია თავდაპირველად წარმოდგენილი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ბრალდებულმა დასვა შეკითხვები ეროვნული ბანკის როგორც რეგულატორის მხრიდან საბანკო კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე, ბანკის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო საქმეს. რაც კარგია, იმიტომ რომ დამატებითი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციას მისი კუთვნილი ბიტკოინების მათ საწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე. შემდეგი სასამართლოს სხდომა 17 თებერვალს განახდება. გიორგი ბაჩიაშვილის კონკრეტულ სხდომაზე უნდა იქნან ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხული და სწორედ სავარაუდოდ ამ პროცესზე გამოიკითხება ნათია თურნავაც.